ვნახეთ, რომ ეს მოწმეებიც წინა პროცესებზეც იდენტურ ჩვენებებს აძლევენ და მათი იდენტური ჩვენება არის ის, რომ რეალურად ფაქტი არ დაუნახავთ, არ შესწრებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, არანაირი პატაკი არ დაუწერიათ, რომ აი მე ამ დანაშაულს შევესწარი და ერთ-ერთმა პატრულის თანამშრომელმა ისაც კი თქვა, რომ აი 28-ში რო ძალადობა მიმდინარეობდა მისი აღქმით, პირველშიც იგივე ეკიპირებით გამიშვეს, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებები თუ ესეთი ძალადობა მიმდინარეობდა, ამ თანამშრომლებს წირავდნენ, რომ განზრახ მიეღოთ ეს დაზიანებები. არსებობს არა მარტო დასაბუთებული ვარაუდი, არამედ უკვე შეთანხმებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად მტკიცებულებები გაჩნდა იმისა, რომ აქციის მხარეს იყო პროვოკატორთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებდა პოლიციას და მათ არანაირი კავშირი არ ჰქონია აქციის მონაწილეებთან და იდეური კავშირი, ესე ვთქვათ, არ ყოფილა აქციის მონაწილეები. ის ორი მონაცემი ჯამში და კუმულაციურად იზრდება იმას, რომ ერთის მხრივ პროვოკატორთა გარკვეული წინასწარ მომზადებული ჯგუფი, მეორე მხრივ დაგვიანებული როტაცია ქმნიდა დაზარალებულებს, იწვევდა პოლიციის დაზიანებას და არა ცალკეული აღებული აქციის მონაწილეებს. ნებისმიერი მოწმე, რომელიც შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ მოდის და ამბობს, რომ ტელევიზორს არ თავს, არ უყურებს, არაფერი სმენია აქციის დაზარალებულებზე 500 ადამიანზე და ასე შემდეგ, რასაც იქამდე იტყვის და მაგის მერე იტყვის, არაფერი სანდო არ არის და სასამართლო ამას ესეთად გაიზიარებს რა. ტელევიზორი არ ჩაურთავს და არაფერი არ სმენია დაზარალებულებზე, არაფერი არ სმენია როგავაზე, არაფერი არ სმენია მაკა ჩიხლაძეს ძალიან დიდი ბოდიში იქამდე რაც ილაპარაკა და იმის შემდეგ რაც ილაპარაკებს, ეს არის სადღეგრძელო და არა უმეტეს. ეხლა ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი ბოდიშს მოხდით, ამ ადამიანებს 10 მზა წინადადება აქვს წამოღებული ყოველი მოსვლისას და ცდილობენ ეს 10 წინადადება გაანაწილონ სასამართლოს ხდომას და როგორმე ჩავაკვეხონ, გვაძლევს ზუსტად ამ სასაცილო შედეგებს, რომ ხალხი მოდის ჯერ ამბობს, რომ პრეტენზია მაქვს ბრალდებულების მიმართ და შემდეგ დასმულ კითხვებზე განმარტებისას განმარტავს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეტენზია მაქვს. ის არის ნონსენსი. ამ კონტექსტში დასმული კითხვა პრეტენზია ვინმეს მიმართ აქვს თუ არა, ის რომ პროკურატურას უნდა რომ კაცრი სასჯელი მოითხოვოს, იმიტომ რომ თვითონ ვერ ახერხებს ამას პროცედურულად მოთხოვნას მოწმეების პირით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არის ამ ფანტასტიკური და ძალიან კარგი ბიჭების შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურად მათ შორის როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფა და შეურაცხყოფს ის ადამიანი, ვინც ამ 10 წინადადებას სასამართლოში წამოსვლამდე უწერს და ავალებს, რომ გააჟღეროს. თორე დამიჯერეთ ეს ბიჭები დასმულ კითხვებზე, პასუხობენ მათი გარკვეული ნაწილი ძალიან გულწრფელად და პასუხობენ ბრალდებულების სასარგებლოდ. როცა ეს ადამიანები დაუბარებელ ფრაზებს ამბობენ და დაუბარებელ პოზიციებს ამბობენ, ისინი ლაპარაკობენ ბრალდებულების დასაცავად.